ჩემი ხმა გესმით, მოგესალმებით. დღევანდელი ლექცია ეხება ელექტრომაგნიტურ ურთიერთქმედებას. განსხვავებით გრავიტაციული ურთიერთქმედებისგან ის არ არის უნივერსალური. ნაწილაკებს, რომლებიც არ მონაწილეობენ ელექტრომაგნიტურ ურთიერთქმედებაში, უწოდებთ ელექტრულად ნეიტრალურს. დამუხტული ნაწილაკები ურთიერთქმედებენ კულომის კალონის მიხედვით, მათი ურთიერთქმედების ძალა უკოპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატის და პროპორციულია მუხტების. ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება შეიძლება იყოს როგორც მიზიდვის, ასევე განზიდვის ხასიათის. მივაწერთ ასე ვთქვათ, განვასხვავებთ ამ ნიშნის მიხედვით, ამ თვისების მიხედვით მუხტის ნიშანს, ვექტორულად ჩავწერთ კულომის კანონს, აშკარაა, რომ ერთ-ერთი მუხტისთვის ნიშნის შეცვლით შეიძლება ძალის მიმართულება. ძალები მოდულით, რა თქმა უნდა, ტოლია დამოუკიდებლად ორ დამუხტულ ნაწილაკს შორის ურთიერთქმედების ძალა. დამოუკიდებლად იმისა, რამდენჯერ აღემატება ერთი მუხტი მეორეს. ეს კანონი ძალიან გავს ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონს. იმ განსხვავებით, რომ მასების ადგილზე გვიწერია მუხტები და პროპორციულობის კოეფიციენტი არის განსხვავებული. აი ამ კაპა თუ კა კოეფიციენტს გულისხმობ. ეს არის ეგრეთ წოდებული ელექტროსტატიკური ურთიერთქმედება. ელექტრომაგნიტური ველი ხასიათდება გარდა მდგენელისა, ანუ ელექტრული მდგენელისა, აგრეთვე მაგნიტური მდგენელით ორი ვექტორი ახასიათებს ელექტრომაგნიტურ ველს. მოძრავი მუხტები ქმნიან დენს, აქ არის ნიმუში გამტარის, რომლის ირგვლივაც ინდუცირებულია დენის გამო ინდუცირებულია მაგნიტური ველი. ეს მაგნიტური ველი ეცემა მავთულიდან დაშორების მიხედვით, როგორც პროპორციულია დენის ძალის და უპროპორციულია მანძილისა მავთულიდან ნებისმიერ წერტილში. შეგვიძლია ამ გამოსახულებით შევაფასოთ მაგნიტური ველის მნიშვნელობა. ელექტრომაგნიტური ველის შესასწავლად ვიყენებთ ბუნებრივია სასინჯ მუხტს. ამ მუხტზე ელექტრული ველის მხრიდან მოქმედებს ძალა, რომელიც პროპორციულია მუხტის, ეს არის Q გამრავლებული ვექტორული სიდიდეა, აღნიშნავს ელექტრულ დაძაბულობას ველის. და მეორე წევრი, რომელიც მოძრავ მუხტზე მოქმედებას განსაზღვრავს, V არის მუხტის მოძრაობის სიჩქარე. მაგნიტური ველის მხრიდან წერია აქ V-ს ვექტორული ნამრავლი B-ზე. ამ ძალის მიმართულებას ვაფასებთ ამ ვექტორული ნამრავლის წესით. სქემატურად არის გამოსახული, არის მონიშნული სიჩქარე V და B, მათი ვექტორული ნამრავლი მართობულია ორივე ამ ვექტორის, ეს არის შავი ფერით გამოსახული ვექტორი, არის ნამრავლი. V-ს ვატრიალებთ B-სკენ და მარჯვენა ბურღის წანაცვლება გვეუბნება მიმართულებას ამ ვექტორული ნამრავლის. შემდეგ აქ პარალელოგრამის ჯამთა წესით არის ჯამური ძალა ელექტრული და მაგნიტური ველების მხრიდან მუხტზე მოქმედი ჯამური ძალა შეფასებული. მაგნიტური ველი ცნობილია ჩვენთვის, აქვს დედამიწის მიერ ხდება წარმოქმნა.
ეს პოლუსები ჩრდილოეთი და სამხრეთი ახლოს არის. ესე იგი გეოგრაფიულ პოლუსებთან, ანუ ბრუნვის ღერძს ვსკულის, რომ გეოგრაფიული პოლუსები შეესაბამება ბრუნვის ღერძს, დედამიწის ბრუნვის ღერძს საკუთარი ღერძის ირგვლივ. თუ კარგად თქვი, არ ვიცი. ამაგნიტურ ველს აქვს საკმაოდ დიდი დამცავი ფუნქცია, ამის შესახებ წინა ლექციაზე საუბრობდა მაია თოდუა. მზიდან მოდის საკმაოდ დიდი ჭავლი დამუხტული ნაწილაკების, მაღალი ენერგიის მქონე ნაწილაკების დედამიწის მიმართულებით, რასაც შეუძლია ძალიან სწრაფად გამოიწვიოს ჩვენი ატმოსფეროს გაიშვიათება. მაგნიტური ველი გადახრის, როგორც აი აქედან ხედავთ, არის ძალა, რომელიც მოქმედებს სიჩქარის ვექტორის მართობულად. V, აი ეს ვექტორია და ეს არის მაგნიტური ველის მხრიდან მოქმედი ძალა. მაგნიტური ველი გადახრის ამ დამუხტული ნაწილაკების ნაკადს და ამ გზით თავს ვირიდებთ, ასე ვთქვათ, თავს ვარიდებთ ძალიან სერიოზულ პრობლემას. ეს მაგნიტური ველი, დედამიწის მაგნიტური ველი არის ინდუცირებული ის თხევად შიგთავსში, ასე ვთქვათ, დედამიწის ქერქის შიგნით არის თხევადი მასა, მაღალ ტემპერატურული და გვაქვს მუხტების მოძრაობა, რკინა მაგალითად ასეთი გამტარები, რასაც ვიცნობთ. გვაქვს ასეთი შიგა დენები, რაც განაპირობებს ამ მაგნიტური ველის წარმოშობას. ელექტრომაგნიტური ძალა ფუნდამენტურია, ვიცნობთ ამ ძალის სხვადასხვა გამოვლენებას, ერთ-ერთი მათგანია ხახუნის ძალა. ხახუნი განპირობებულია, პროპორციული არის აი ამ სურათზე, დეფორმაცია გვაქვს, იმისთვის რომ კონდეს, ასე ვთქვათ, შეხება mg კოსინუს თეთან, მოკლედ ამ ნახაზზე ჩვენ ვისაუბრეთ წინა ლექციის პარაგრაფში. ეს თეთა კუთხე და ეს თეთა კუთხე არის ერთ და იგივე, mg კოსინუს თეთა არის ამ ზედაპირისადმი მართობული მდგენელი, იწვევს ამ ძალის მოქმედება სხეულზე, მასის სხეულზე მოქმედებს დეფორმაციას ზედაპირის და ინდუცირდება რეაქციის ძალა. ხახუნი პროპორციულია რეაქციის ძალის. არის ელექტრომაგნიტური წარმოშობის, ეს არის მოლეკულათა შორისი ძალა, ერთი გამოვლინება არის ხახუნი, მეორე დრეკადობის ძალა. დრეკადობა აქ არის, მოკლედ, ეს არის ჩვეულებრივი შემთხვევა სამშენებლო პრაქტიკაში გვჭირდება ბეტონი მაგალითად, რომელსაც ვიყენებთ ჩვეულებრივ გაჭიმას ვერ უძლებს. დეფორმაციების მიმართ მას მდგრადობა არ გააჩნია, ამიტომ ვიყენებთ არმირებას, რკინის ღეროებით მის გამაგრებას, რომლის გაჭიმაც, ძალიან მცირე გაჭიმაც დიდ დრეკადობის ძალას ინდუცირებს და არ აძლევს დეფორმაციის საშუალებას. დრეკადობის ძალა არის პოტენციური კონსერვატიული ძალა, გახსოვთ ჩვენ შეიძლება ამის აღწერა დეფორმაციის პოტენციური ენერგიით, განსხვავებით ხახუნის ძალისგან. ხახუნის ძალის გავლენით ჩვენ ვკარგავთ ენერგიას, ეს ენერგია გარდაიქმნება სითბოდ. ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების გამოვლინება, აგრეთვე კაპილარული მოვლენები, ამ სურათზე ხედავთ, რომ რაც უფრო წვრილია კაპილარი. გვაქვს რა ურთიერთქმედება, თქვათ, წყლის მოლეკულებს და აი ამ
ჭურჭლის კედლებს შორის ეს არის მიზიდვის ხასიათის რაც უფრო წვრილია, მცირე დიამეტრის არის კაპილარი, უფრო მაღლა ახერხებს სითხე ასვლას. აი ამ ძალის გავლენით. ამას ქვია კაპილარული მოვლენა და ხეები აი ამ მოვლენის საშუალო კაპილარული მოვლენის საშუალებით ახერხებენ წყლის შეწოვას. ამ მოვლენას ქაღალდს ვაკვირდებით მაგალითად ქაღალდს თუ მოვათავსებთ, ქაღალდის კიდეს წყლიან ჭურჭელში ნახავთ როგორ იწოვს ქაღალდი. ესეც გამოვლენებაა, მოკლედ ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების მნიშვნელოვანი როლი აქვს, რა თქმა უნდა, ელექტრომაგნიტურ ურთიერთქმედებას ჩვენ ცხოვრებაში, ატომების არსებობა, მოლეკულების არსებობა, უფრო დიდი სტრუქტურები არის განპირობებული ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედებით. გარდა ამისა, აქ მოყვანილია ფოტოსინთეზის მაგალითი, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ფოტოსინთეზის შედეგად ხდება წყლის, რომელსაც ფესვებიდან კაპილარული მოვლენის დახმარებით ფოტოს აწოდებს ხე და ჰაერიდან მიღებული ნახშირორჟანგის საშუალებით ხდება ქიმიური რეაქცია, აი ეს ორი ნივთიერება წყალი და ნახშირორჟანგი სინთეზირდება, ფოტოსინთეზი ქვია, სინათლის დახმარებით ფოთლებში. ნახშირწყლებად, რაც საკვებს წარმოადგენს სცენარისთვის და გამოიყოფა ჟანგბადი. ჟანგბადის ძირითადი მარაგი ატმოსფეროში ამ გზით მიიღება. გულის რიტმული მუშაობა აგრეთვე ელექტროსიგნალებით არის რეგულირებული. ჩნდება რა აი ამ კვანძში წარმოიშობა, უნდა მოხდეს თანამედროვულად გულის შეკუმშვა იმისთვის, რომ ადამიანს შეძლოს, ანუ გული ნორმალურად ფუნქციონირებდეს. ჩაედინება წინა გულებში, 4-საგნიანი გული აქვს ადამიანს, გაყოფილია ორ ნაწილად. ჩაედინება წინა გულებში სისხლი და შემდეგ უნდა მოხდეს გადადენა პარკუჭებში და პარკუჭების შეკუმშვით უნდა მოხდეს მიეწოდება ან ფილტვებს სისხლის ნაწილი ორი სისხლის მიმოქცევის წრეებს ადამიანს მიდის სისხლის ნაწილი ფილტვებში იმისთვის რომ ჟანგბადით მომარაგდეს, გამდიდრდეს, მეორე უკვე გამდიდრებული მიეწოდება სხეულს. მართვა გულის აგრეთვე ხდება ელექტროსიგნალებით, არის სპეციალური ბოჭკოები გულის კუნთში, რომელთაც აქვთ გამტარებლობა და ამ სიგნალი ვრცელდება რა წინა გულებში. ხდება წინა გულების შეკუმშვა, შემდეგ აქ ხდება ამ სიგნალის თავმოყრა, ასე ვთქვათ, მოგვიანებით, მიიღება ამას სჭირდება ცხადია რაღაც დროის შუალედი, რომ თანამედროვლად განხორციელდეს პროცესი და შემდეგ ვრცელდება ხისის კონით უკვე პარკუჭებში. მაგნიტური ველი მნიშვნელოვანი თვისებაა, ეს არასრულებს მუშაობას. ის გადახრის ნაწილაკებს ფოტოზე გამოსახული არის მაგალითი სხვადასხვა დამოკიდებულია მუხტის ნიშანზე, ხო, საით გადახრის. მუშაობა ჩვენ ამის შესაძლებლად მქონდა გრავიტაციულ ძალასთან დაკავშირებით საუბარი. განიმარტება ასეთნაირად ამ სკალარული ნამრავლით, ეს არის ძალის სკალარული ნამრავლი გადაადგილებაზე. შეგვიძლია ჩავწეროთ გადაადგილება როგორც სიჩქარის აქ მცირე გადაადგილება გვაქვს აღებული, ვითვალისწინებთ რა, რომ ძალა შეიძლება იყოს წერტილიდან წერტილში ცვლადი, ამიტომ გვიწევს მოძრაობის გზის, რომლის გასურვაც გვაინტერესებს მუშაობის შეფასება, დანამცირე უბნება დაყოფა, მცირე გადაადგილებებად. ეს მცირე გადაადგილება შეგვიძლია V დელტა T გამოსახულებით ჩავწეროთ. სიჩქარის დროის მცირე შუალედზე ნამრავლი.
ვიცით რა, რომ V-ს ვექტორული ამრავლი B-ზე არის V-ს მართობული, როგორც V-ს, ასევე B-ს. მისი სკალარული ნამრავლი V-სთან მოგცემს 0-ს. ურთიერთმართობული ვექტორების სკალარული ნამრავლი 0-ია, რამდენადაც განემარტება სკალარული ნამრავლი, როგორც ვექტორების მოდულების ნამრავლი, მათ შორის მდებარე კუთხის კოსინუსზე. კოსინუს 90 არის 0. ანუ ენერგიას თუ მაგნიტურ ველში შევარდა, ასე ვთქვათ, ასე ნაწილაკი, მისი ტრაექტორია გამრუდდება, მაგრამ ენერგიას, კინეტიკურ ენერგიას არ შეუცვლის. მაგნიტურ ველი არასრულებს მუშაობას. ნაწილაკებს გადახრის რასაც ხედავთ, ეს არის კამერა ელემენტარული ნაწილაკთა ფიზიკის დაკვირვებებისთვის. საერთოდ ხედავთ ამ ეფექტს თვალსაჩინოდ. ბუნებაში არსებობს ელემენტარული მუხტი. ელექტრონის მუხტის ერთეულებშია აქ ყველა ნაწილაკი, რომელიც აქ არის მითითებული, არის ელემენტარული. შემადგენლები მატერიის, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, ბირთვებისგან შედგება, ბირთვები არის აწყობილი პროტონი და ნეიტრონი U-D კვარკებისგან, ელექტრონი გვაქვს ატომში. დამუხტული ელემენტარული ნაწილაკები გვაქვს ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ ელექტრონის მუხტის ერთეულებშია, ელექტრონს უწერია -1 მუხტი. კვარკების სახით გვაქვს წილადობრივი მუხტის მატარებელი ნაწილაკები, კვარკებს ავთ, მაგრამ კვარკებისგან შედგენილი ნაწილაკები, რასაც ჩვენ ვიცნობთ, ყველა მათგანი აქვს ელექტრონის მუხტის ჯერადი მუხტი, პლუსი ნიშნით ან მინუსი ნიშნით. ხო, ყველა, ასე ვთქვათ, დამუხტული ნაწილაკი, რასაც ჩვენ ვიცნობთ, არის მისი მუხტი, არის პროპორციული ელექტრონის მუხტის. მოკლედ, ცალკე კვარკებს ვერ ვაკვირდებით, თუმცა ნუკლონებზე გაფანტვის შედეგად, ის რომ შედგენილი სტრუქტურა აქვს ნუკლონს, ეს დამზერადია. მოკლედ, ბუნებაში არსებობს ელემენტარული მუხტი, ეს გარკვეული თვალსაზრისით, არა ტიპიური, არა ჩვეულებრივი მოვლენა, რომ რატომღაც გვაქვს ასე. სხვა სიტყვებით, ამ მეხუნე მუხტი არის დაკვანტული ელექტრონის მუხტის ერთეულებში. დიდ მასშტაბებზე სამყარო ელექტრულად ნეიტრალურია, ამიტომ მის დინამიკას განკარგავს გრავიტაციული ურთიერთქმედება. ადრეული სამყარო წარმოდგენილია, როგორც ამ სურათზეა მითითებული, ელემენტარული ნაწილაკების გაზის სახით. ეს ნაწილაკები ურთიერთქმედებენ იმ ფუნდამენტური ძალებით, ან ურთიერთქმედებებით, რომელსაც ვიცნობთ, გრავიტაციული, ელექტრომაგნიტური, ძლიერი, სუსტი, ყველა ურთიერთქმედება გააქტიურებულია. საკმაოდ მაღალია მათი ენერგიები, ამ ნაწილაკების. მაგრამ სცენარები, რომელიც სამყაროს თქვათ ასე დასაწყის უკავშირდება, ყველა მათგანი გულისხმობს ნულოვან ელექტრულ მუხტს. გარდა ამისა, ჩვენ ვაკვირდებით რა ციურ ობიექტებს, ასე დიდი წარმონაქმნები, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ რამდენადმე საგრძნობი ძლიერი ელექტრომაგნიტური ველი. ასეთ ობიექტებს არ ვიცნობთ. დიდ მასშტაბებზე სამყაროს დინამიკა არის დომინირებული ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედებით. მიუხედავად იმისა, რომ მიკროსამყაროში მისი როლი არის უმნიშვნელო. მოკლედ ვთქვით, რომ უძრავი მუხტი ელექტროსტატიკურ ველს ქმნის თავისი ირგვლივ და მეორე მუხტით შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ეს ველი.
იგულისხმება, რომ ჩვენ ინერციულ ათვლის სისტემაში ვიმყოფებით, გადავალთ რა სხვა ინერციულ ათვლის სისტემაში, ეს მოხდება მოძრავი გახდება ჩვენს მიმართ. აღმოვაჩენთ, რომ მას მაგნიტური მდგენელიც ველს გაუჩნდება მაგნიტური მდგენელიც. გვაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება ელექტრული მუხტის, მას შეუძლია გამოასხივოს ველი. გვაქვს გამოსხივებული ველის ცნება. ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ აჩქარებულად მოძრავ მუხტს, ეს გასაგებია, იმიტომ რომ ჩვენ უკონეს გამოსხივებული ველი, რომელიმე ინერციულ ათვლის სისტემაში გვექნება სხვა ინერციულ ათვლის სისტემაშიც გამოსხივებული ვერ გაქრება ცხადია. ამიტომ გადავდივართ რა თანხლებ მაგალითად ათვლის სისტემაში, ყოველთვის შეგვიძლია გადავიდეთ. თანხლები ქვიან ათვლის სისტემას, რომლის მიმართაც ნაწილი კი უძრავია. ცხადია, ამ სისტემაში არ გვაქვს ჩვენ გამოსხივებული ველი, ამიტომ შეგვიძლია, ასე ვთქვათ, დადასტურებით, დაბეჭდებით ვთქვათ, ლოგიკურად, რომ უბრალოდ მოძრაობა გამოსხივებას არ განაპირობებს. საჭირო ეს იყოს აჩქარებული მოძრაობა. დროის ერთეულში გამოსხივებული ენერგია აჩქარებულად მოძრავი მუხტის მიერ, აქ ელექტრონის მუხტია მითითებული, არის პროპორციული მუხტის კვადრატის და აჩქარების კვადრატის დროის ერთეულში გამოსხივებული ენერგია. ეს სიდიდე თუ ატომისთვის შევაფასებთ გამოსხივებული ენერგია, საკმაოდ დიდი გამოგვივა, კერძოდ მივიღებთ, რომ ატომში ელექტრონები ასრულებენ წრიულ მოძრაობას, არის გვაქვს აჩქარება ელექტრონებისთვის, წრიული მოძრაობა აჩქარებულია. შეგვიძლია შევაფასოთ ატომის ზომა ვიცით, კულომის კანონი ვიცით მუხტები, ელექტრონის და ბირთვის შეგვიძლია შევაფასოთ, ანუ აჩქარების შეფასება შეგვიძლია. და გამოსხივებული ენერგიის დროის ერთეულში მივიღებთ აი ამ შეფასებით არნახულად, ფანტასტიკურად მცირე დროის სიცოცხლის ხანგრძლივობას ატომისთვის. ანუ კლასიკური წარმოდგენების ფარგლებში ატომი არ უნდა იყოს მდგრადი, ის უნდა ასხივებდეს ელექტრონი, უნდა ასხივებდეს ელექტრომაგნიტურ ველს და კარგავდეს თავის კინეტიკურ ენერგიას, რაც ნიშნავს, რომ მიუახლოვდება ის ბირთვს ამ პროცესში და საბოლოოდ დაეცემა ბირთვზე. ანუ ატომის არსებობა ამ ეფექტის გამო არის კითხვის ქვეშ, ანუ უჩნდება საჭიროება იმის, რომ რაღაც სხვა ფორმალიზმის ფარგლებში მოვახდინოთ ატომის აღწერა, ეს ფორმალიზმი ცნობილია კვანტური მექანიკის სახელწოდებით. გამოსხივებული ველის მაგალითი ბევრი გვაქვს, სინათლე. აქ ელვა მითითებული, ელვასთან ახლავს მეორე ეფექტი, ანუ ელვას ბგერითი ტალღაც ახლავს კუხილი, რომელიც საკმაოდ დაგვიანებით ვრცელდება. მიუთითებს, რამდენად განსხვავდება სინათლის და ბგერის სიჩქარე ატმოსფეროში. ელექტრომაგნიტური ტალღის სიჩქარე ძალიან დიდია, ეს არის დაახლოებით 300,000 კილომეტრი წამში. და რაც საყურადღებოა აქვს ასეთი უცნაური თვისება, რომ დამოუკიდებლად იმისა, რომელი ინერციული ათვლის სისტემიდან ვაკვირდებით სინათლის გავრცელებას, მისი სიჩქარე არ იცვლება. მისი სიჩქარე არის მუდმივი დამოუკიდებლად ინერციული ათვლის სისტემისა. ეს ჩვენს ინტუიციასთან არის კონფლიქტში, ვიცით რა. სიჩქარეთა შეკრების კანონი ნიუტონის ფიზიკის ფარგლებში. ანუ
საუბარია რაზე? ახლა წარმოვიდგინეთ, რომ ადამიანი ისვრის თოფს, მაგალითად, ვიცით, ჩვენს მიმართ უძრავ მდგომარეობაში მყოფი თოფიდან გამოვტყორცნილი ვაზნის სიჩქარე. შემდეგ მოძრავ პლატფორმაზე დგას ადამიანი და იქიდან ისვრის და უძრავი დამკვირვებელი ცხადია, რომ არ იქონს სიჩქარე და ანუ თოფმა თავის მხრივ შეიძინა სიჩქარე მოძრაობის გამო. შესაბამისად ვაზნამაც, რომელიც უძრავი იყო გასროლამდე, შეიძინა ეს სიჩქარე და გასროლის შემდეგ გვაქვს სიჩქარეთა შეკრება. ახლა ჩვენ თუ გვაქვს სინათლის წყარო, რომელიც ასხივებს, არ ექვემდებარება ამ კანონს. სინათლის წყარო შეიძლება მოძრაობდეს, მაგრამ ფოტონებს, სინათლის ნაწილაკებს ისვრის იგივე C სიჩქარით. ამას ამ ფაქტს უკავშირდება სერი მნიშვნელოვანი რევიზია ჩვენი წარმოდგენებისა დროს სივრცეზე. სინათლე არის ის რისი საშუალებითაც ჩვენ ვზომავთ დროს სივრცეს. ანუ ჩვენი დაკვირვებების ძირითადი ინსტრუმენტი არის ელექტრომაგნიტური გამოსხივება. აქ არის გამოსახული საათი, რომელიც სინათლის მოძრაობით ეს ამ საათის მექანიზმი, ანუ ეს დროის ათვლა განპირობებულია სინათლის მოძრაობით იატაკიდან. დაეცა სინათლე იატაკიდან სახურავს თუ ჭერს. დაირეკლა. ვიცით, სინათლის სიჩქარე, მანძილი, შესაბამისად დრო, დრო, ესე იგი საათი ეს არის პერიოდული მოვლენა, რომელსაც ზუსტი პერიოდული მოვლენა, რომელსაც ადარებს სხვა მოვლენებს. ასე ჩვენ წარმოდგენთ დროზე, ხო მართალია, სავსებით კარგი საათია ეს. ვინაიდან C არის მაქსიმალური სიჩქარე, ძალიან დიდი სიჩქარეა. დელტა T იქნება, ну თუ L არ არის დიდი, იქნება ძალიან მცირე. ანუ ამ დროის გაზომვა ამ საათით შემოწია ძალიან დიდი სიზუსტე. ახლა თუ მოძრაობს ჩვენს მიმართ, აი აქ ეს შავი ის არის, მიუთითებს მოძრაობის მიმართულებას. ეს საათი ჩვენს მიმართ თუ მოძრაობს, მაშინ სინათლის სხივის გზა, რომელსაც ჩვენ დავინახავთ, უძრავი დამკვირვებელი, იქნება ასეთი. შეგვიძლია შევაფასოთ თუ ვიცით. რა სიჩქარით მოძრაობს ეს საათი ჩვენს მიმართ, შეგვიძლია შევაფასოთ დელტა T შტრიხი. ეს არის, ასე ვთქვათ, დროის მინიმალური შუალედი, რომელსაც ეს საათი ზომავს. და შევადარო დელტა T-ს უძრავი საათი აჩვენებდა, ვთქვათ, სინათლის წასვლა დაბრუნებისთვის, წინ და უკან მოძრაობისთვის დელტა T შუალედს. ახლა გვექნება ეს დრო შეცვლილი. ანუ საათი, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობს, ეს საათი უკვე ამშვენებს დროის სვლის განსხვავებას. ანუ ჩვენ აღმოვაჩენთ მოძრავი საათის მაგალითზე, რომ სხვანაირად გადის დრო ამ საათის მიხედვით. სინათლის სიჩქარე არის ზღვრული სიჩქარე, ვაკუუმში გავრცელების სიჩქარე სინათლის წარმოადგენს მაქსიმალურ სიჩქარეს, რომელთაც ენერგია შეიძლება გადავცეთ, რომელთაც ენერგიის გადაცემა შეიძლება მოხდეს. ეს ფაქტი განაპირობებს მიზეზობრივად ბმული არეების არსებობას სივრცეში. ანუ გვექნება ესეთი არეები, საიდანაც ინფორმაციის მიღება იქნება შეუძლებელი. აქ არის შავი ხვრელის მაგალითი მოყვანილი. ჩვენ განვიხილეთ ეს ამოცანა. გვაქვს დიდი M მასის მქონე სხეული. ამ სხეულის ზედაპირიდან ვისვრით მცირე M მასის მქონე სხეულს რადიალურად, აი ასე. ურთიერთქმედების ენერგია დიდი M-ის და მცირე M-ის გამოისახება აი ამ გამოსახულებით. ეს არის მცირე M-ისთვის ენერგიის შენახვის კანონი, მის კინეტიკური ენერგია და პოტენციური ჯამური ენერგია ინახება.
ჩვენ გვქონდა მოწყვეტის სიჩქარის ცნება. მოწყვეტის სიჩქარე ნიშნავს, რომ ამ სიჩქარით გასროლილი რადიალურად გასროლილი სხეული აღარ დაბრუნდება, ეს არის ის მინიმალური სიჩქარე, რომლისთვისაც სხეული უკან აღარ დაბრუნდება. თქვით, რომ ამისთვის ენერგია უნდა იყოს ნულის ტოლი, თუ იქნება დადებითი, რა თქმა უნდა, არც მაშინ დაბრუნდება მინიმალური მოკლედ სიჩქარე. ასეთი განხორციელდება მაშინ, როდესაც ჯამური ენერგია, თქვენ ხედავთ ენერგიის. აქ არის მონიშნული უარყოფითი მნიშვნელობა ენერგიის. ის R0, რომელიც არის მაქსიმალური დაშორება დიდი M სხეულიდან. ანუ თუ ასეთი ენერგიით მოძრაობს პატარა M-ი დიდი M-ის მიერ შექმნილ გრავიტაციულ ველში, მაშინ ის მაქსიმუმ R0-ით დაშორდება იქ, სადაც სრული ენერგია გაუტოლდება პოტენციურ ენერგიას. აი ეს მრუდი ასახავს პოტენციურ ენერგიას. თუ ეს არის E0-ის ტოლი, თქვენ ხედავთ, რომ მას შეუძლია უსასრულობაში წასვლა, სიჩქარე შემცირდება, რაც უფრო შორს მიდის, მაგრამ არ გაჩერდება. ეს სიჩქარე მაქსიმუმ შესაძლებელია იყოს C-ს ტოლი, გვაქვს რა ზედაზღვარი ამ სიჩქარეს. თუ ავიღებთ V-ს როლში C-ს, მოცემული დიდი M-ისთვის, შევაფასებთ რადიუსს. ესე იგი, რა ზომამდე შეგვიძლია შევკუმშოთ დიდი M-ი, იმისთვის, რომ C სიჩქარის მქონე სხეულიც ვერ მოწყდეს მას. თქვენ მივიღებთ ამ შეფასებით ეგრეთ წოდებულ გრავიტაციულ რადიუსს, რომელიც ახასიათებს შავ ხვრელს. შავი ხვრელი არის ასეთი ობიექტი, მას აქვს ვთქვათ ორი არე, გარე და მიზობრივად დაუკავშირებელი ორი არე და გვიქმნის ზღვრული სიჩქარის არსებობა. თვალსაჩინო წარმოდგენას აი ამ მარტივი მსჯელობის ფარგლებში, როგორ შეიძლება ამის გაგება. მეორე, ეს არის კოსმოლოგიური ჰორიზონტი. თქვით, რომ აინშტაინის გრავიტაციის ფარგლებში მნიშვნელოვანი სიახლე სივრცესთან დაკავშირებით იყო მისი გაფართოება. სივრცე გახდა დინამიური. ამ გაფართოებას ვაკვირდებით, შორეული გალაქტიკები ემორჩილებიან ამ გაფართოებას. მასშტაბური ფაქტორი აღწერს დროში როგორ ხდება გაჭიმვა, მანძილი ორ წერტილს შორის იჭმება რაღაც კანონით მასშტაბურ ფაქტორს ვეძახით ამას. თუ იცით ეს ფუნქცია შეგვიძლია შევაფასოთ სივრცის ორ წერტილს შორის სივრცის გაფართოების გამო, როგორია სიჩქარე დაშორების. ეს სიჩქარე პროპორციული იქნება მანძილის. L აღნიშნავს ამ ორ წერტილს შორის მანძილს, პროპორციულობის კოეფიციენტს ეწოდება ჰაბლის პარამეტრი. ის დროის ფუნქცია, დღეს აქვს განსაზღვრული მნიშვნელობა. ზედაზღვარი ამ სიჩქარის, შეგვიძლია ავიღოთ როგორც C, შესაბამისად გვექნება მანძილი L, მაქსიმალური მნიშვნელობა L-ისთვის, საიდანაც ჩვენ ინფორმაცია, ეს არის მიზეზობრივად მული არე ჩვენთვის, რომელსაც შეიძლება დავაკვირდეთ. ეს არის კოსმოლოგიური ჰორიზონტი. აქედან გვექნება, ეს იქნება, L იქნება C გაყოფილი H-ზე, ხო შევაფასებთ. სინათლის სიჩქარე, როგორც ვთქვით, არ იცვლება დამოუკიდებლად იმისა წყაროს სინათლის, ანუ მოძრაობს თუ არა ჩვენს მიმართ, სხვა სიტყვებით, რომელი ინერციული ათვლის სისტემიდან ვაკვირდებით ჩვენ სინათლის გავრცელებას, მაგრამ რაც იცვლება, ეს არის სიხშირე. აქ კარგად არის გამოსახული, როგორ ხდება იგივე
ტალღის სიგრძე. ტალღისთვის ეს ორი სიდიდე სიხშირე და ტალღის სიგრძე ერთმანეთთან არის დაკავშირებული. თუ ჩვენგან გარბის, ჩვენგან მოძრაობს, ანუ შორდება წყარო, მაშინ ხდება ტალღის სიგრძის გაჭიმვა. ესე იგი, გამოსხივებული სინათლის ტალღის სიგრძე გაჭიმული. პირიქით, როდესაც ჩვენსკენ მოძრაობს, მაშინ ხდება ტალღის სიგრძის შემცირება. შემცირებული ტალღის სიგრძე ნიშნავს, რომ გაიზრდება მისი სიხშირე და პირიქით, თუ ტალღის სიგრძე გაიზარდა, შემცირდება სიხშირე. ტალღის მახასიათებლები შეიძლება ამ სურათის მაგალითზე განვიხილოთ. ეს სურათი ასახავს წყლის ზედაპირის შეშფოთებას. ყველას გვინახავს, თუ შევაშფოთებთ წყლის ზედაპირს, ირგვლივ ჩნდება რგოლები და ვრცელდება ეს რგოლები. ესე იგი, პიკებს შორის, ანუ მომდევნო პიკები, გასაგები რას გულისხმობ, ბურცობებს შორის მანძილი შეესაბამება ტალღის სიგრძეს. და ეს არის რხევითი პროცესი ჩვენ აღვწარით ზედაპირზე, წყლის ზედაპირზე რაღაც წერტილში რხევა, რომელიც ვრცელდება. ეს არის რხევითი პროცესი, რომელიც ვრცელდება წყლის ზედაპირზე. პერიოდულია სტრუქტურა, აი ასეთი მონაცვლეობით თუ შევხედავთ. ტალღის, ვთქვათ, ერთი პერიოდის განმავლობაში გავრცელდება ერთი ტალღის სიგრძით. უფრო დეტალურად განვიხილოთ. მაგალითად, ტალღების შესასწავლად შეგვიძლია გამოვიყენოთ სიმი. მოძრაობას ასრულებს სიბრტყეში ეს სიმი, მისი ორი ბოლო დამაგრებულია, ერთი აქ, მეორე აი ამ წერტილში. თოკი რომ დავიკავოთ, შეიძლება გიცდიათ, ასე მეორე ბოლო დავობად და ავიქნიოთ და ინახავთ, რომ ტალღა გაირბენს ამ თოკის გასწვრივ. სიმის რხევა აღიწერება აი ასეთი ამონახსნით, კოსინუსსაც ვიცნობთ და სინუსსაც, ამიტომ გავბედე მე ამ ფორმულის მოყვანა. ეს არის y-ი დროის მიხედვით იცვლება მოცემულ წერტილში, ეს არის x-ი, ეს არის y-ი. მოცემულ წერტილში x-ის y-ს გააჩნია რაღაც მნიშვნელობა, რომელიც დროის მიხედვით იცვლება. იცვლება ასეთი კანონით, დროის მიხედვით. კოსინუსიც და სინუსიც არიან პერიოდული ფუნქციები, მათი უმცირესი პერიოდი არის 2π. შეგვიძლია ომეგა, ვიცით რა კოსინუსის ეს თვისება, ომეგა დავუკავშიროთ პერიოდს, რხევის პერიოდს. ეს არის დროის უმცირესი შუალედი, რომლის შემდეგაც y-ის მნიშვნელობა მეორდება. აი, მათემატიკურად ასე ჩაიწერება, ეს არის დროის შუალედი, რომლისთვისაც y აკმაყოფილებს აი ამ ტოლობას. მარტივად შეგვიძლია დავწუნდეთ, რომ ეს t იქნება 2π გაყოფილი ომეგაზე. მაგ არის გამოყვანა, რომელიც სავსებით მარტივია და შეგვიძლია თვალი მივადგენოთ. t-ს თუ წავანაცვლებთ დიდი t სიდიდით, რომელიც არის გამოსახული როგორც 2π გაყოფილი ომეგაზე, შემდეგ გავხსნით ამ რჩხილებს, გვექნება ომეგა t-ს დამატებული 2π. თქვით, რომ კოსინუსი თუ არგუმენტი წანაცვლებულია 2π-ით მნიშვნელობებს არ იცვლის, ანუ გვექნება აი ეს ტოლობა. წინამსჯელობის მსგავსად ადვილი ამის დანახვა, რომ x-ის მიხედვითაც გააჩნია პერიოდული სტრუქტურა. x თუ წავანაცვლებთ ლამდათი, x-ი სინუსის არგუმენტშია, x თუ დავუმატებთ ლამდას, მაშინ არგუმენტი წაინაცვლებს სინუსის არგუმენტი 2π მნიშვნელობით.
შესაბამისად მოგცემს აი ამ ტოლობას. ეს ლამდა არის გამოსახული აი აქ. ეს ლამდა იგივეა თქვათ პიკებს შორის. ეს არის დროის მომენტში ასეთი პერიოდული სტრუქტურა გააჩნია ამ მონახს. და მინიმალური ერთეული ამ პერიოდული ამ სტრუქტურის შემადგენელი მინიმალური ერთეული. ლამდას ეწოდება ტალღის სიგრძე, ომეგას ეწოდება სიხშირე. როგორ ტალღის სიჩქარე რომ შევაფასოთ, როგორც თქვი, შეგვიძლია შევხედოთ ასეთნაირად, რომ ტალღა ვრცელდება ტალღის სიგრძის მანძილზე დიდი დროის განმავლობაში. შესაბამისად გვექნება სიჩქარე, როგორც ტალღის სიგრძე გაყოფილი ამ დიდ ტ-ზე. ну გასთვალისწინებელია რომ ეს პარამეტრი ტალღის გავრცელების სიჩქარე მონაწილეობს განტოლებაში, მოძრაობის განტოლებაში, რომელიც აღწერს ამ ტალღას. ამიტომ თავიდანვე გვაქვს იმისთვის რომ ეს ამონახსნე ამ ტიპის გამოსახულება იყოს ამონახსნე, გვაქვს აი ესეთი თანაბარდობა. ანუ მივიღეთ რომ V-ს ნამრავლი დიდ ტ-ზე V არის ტალღის გავრცელების სიჩქარე, დიდი დროის განმავლობაში ვრცელდება ერთი ტალღის სიგრძით წაინაცვლებს. დიდი ტ სიხშირეს ასე უკავშირდებოდა, შესაბამისად გვექნება ტალღის სიგრძეს და სიხშირეს შორის კავშირი, ისინი არიან ერთმანეთს შებრუნებული სიდიდეები. ლამდა თუ გაიჭიმა, გაიზარდა, ეს ნიშნავს რომ ტალღის სიხშირე შემცირებულია. ეს ეხებოდა სიხშირის წანაცვლებას, როდესაც წყარო მოძრაობს, სინათლის წყარო მოძრაობს. ეთილი, თუ აქვს შეკითხები, შეგვიძლია დავუთმოთ დრო და შემდეგ განვარჯოთ სხვა მოხსენებით. ეთილი განვარჯოთ ჩვენი მოხსენება ატომზე საუბრით. მოგეთ დაკვირვებები, როგორც თქვით, დაკვირვებების ძირითადი საშუალება ჩვენთვის არის სინათლე. ამისნით ვიყენებთ საკმაოდ ფართო დიაპაზონს სიხშირულს. აქ არის ის მცირე შუალედი, რომელიც ჩვენი თვალისთვის არის აღქმადის, ამას 80 ნანომეტრიდან 780 ნანომეტრამდე. ნანომეტრი ეს არის 10-9 მეტრი. უმიტდებულია ფერების მიხედვით როგორ არის განაწილება. როგორც ვთქვით, მახასიათებელი გვაქვს სიხშირეც, მათ შორის კავშირი ნახეთ. აქ მითითებულია ენერგიის შკალაც, ქვემოთ, ანუ უკავშირდება მოცემული სიხშირის სინათლეს. გარკვეული ენერგია, რომელზეც არ გვისაუბრია. თქვით რომ აჩქარებლად მოძრავი დამხტული ნაწილაკი ასხივებს ელექტრომაგნიტურ ველს, რომელიც აღიწერება ელექტრომაგნიტური ველის იმ განტოლებებით, რასაც მაქსველის განტოლებებით, რასაც ჩვეულებრივ ვიყენებთ ხოლმე. ატომიც არის წყარო, ატომიც უმარტივესი ატომია გამოსახული წყალბადის. არის წყარო ელექტრომაგნიტური გამოსხივების, მას აქვს უცნაური თვისება, რომ ასხივებს განსაზღვრული სიხშირის ტალღებს. წარმოდგენა ჩვენი ატომზე არის ასეთი, რომ ელექტრონს ატომში შეუძლია განსაზღვრულ ენერგეტიკულ მდგომარეობა დონეებზე
ამ მდგომარეობებში ყოფნა. ეს მდგომარეობები არის აღნიშნული ენით, პირველი დონე, მეორე ენერგეტიკული დონე, მესამე. გვაქვს აქ მიწერილია ლაიმანის სპექტრი, ბალმერის, პაშენის ასეთ მათი აღმომჩენების, ბალმერმა მათემატიკური ფორმულა მოგცა, რომელიც ატომის სპექტრს უფრო ზუსტი შემდეგ რიდბერგმა წყალბადის ატომის სპექტრს განსაზღვრავდა. აღგზნებული ატომი, მაღალ ენერგეტიკულ მდგომარეობაში მყოფი ატომი, შესაძლებელია გადავიდეს. ეს ცალკე კითხვისაგანია, რატომ არ შეუძლია მას დარჩეს რაგინდ დიდი ხნის განმავლობაში აღგზნებულ მდგომარეობაში. ხო, ამის ახსნა არსებობს ასეთი კვანტური მექანიკა, რასაც გვასწავლის, არის გარდაუვალი ფლუქტუაციები, ანუ კვანტური მექანიკა გვეუბნება, რომ დინამიკა აუცილებლად ხასიათდება საშუალო მნიშვნელობებით და ფლუქტუაციებით. ელექტრომაგნიტური ველი, რომ გქონდეს ნულოვანი, რასაც ჩვენ ვაკუუმს ვეძახით, ხო, ნულოვანი ელექტრომაგნიტური ველი, მასაც გააჩნია ფლუქტუაციები. აი ეს კვანტური ფლუქტუაციები არის მიზეზი ასეთი გადასვლების. მოკლედ, ლაიმანის სპექტრი ეს არის პირველ დონეზე, როდესაც გადახტება აღგზნებული მდგომარეობიდან, მითითებულია როგორი ტალღის სიგრძის სინათლე შეიძლება გამოსხივდეს, დისკრეტულია სპექტრი. გვაქვს თვალისთვის ხილულ არეში გამოსხივებაც, აი ბალმერის სპექტრი. ეს არის თვალისთვის აღქმადი, გვქონდა 380 ნანომეტრიდან 780-მდე, აქ არის მითითებული 410-დან 600. ბალმერი არის მეორე დონეზე გადახტომის, ესე აღგზნებული მდგომარეობიდან ელექტრონი ზედა დონეებიდან მეორე დონეზე გადახტება, გამოასხივებს აი ასეთი სიხშირის უпроსტად ტალღის სიგრძის მქონე სინათლეს. ეს არის მესამე დონეზე, რომ მქონდეს ზედა დონეებიდან გადახტომა. გამოსხივებული ენერგიას თითოეული ასეთი ნახტომის შესაბამის ენერგიას, ანუ სინათლეს, რომელიც გამოსხივდება, გააჩნია ესე იგი აქვს სიხშირული მახასიათებელი გამოსხივებულ სინათლეს, რომელიც ასე განისაზღვრება. დელტა E აღნიშნავს ენერგიების სხვაობას, აქ, ანუ რა ენერგია წაიღო ფოტონმა. H არის მუდმივა, H ხაზიანი, პლანკის მუდმივა, მისი რიცხვითი მნიშვნელობა მოცემულია აქ. განზომილება არის ენერგია დროზე. ჩვენ წეღან თანაფარდობა რაც გამოვიყვანეთ, გვეუბნება აი ამ ტოლობას. ჩვენ ომეგა დავაკავშირეთ ლამდასთან, სიხშირე დავაკავშირეთ ლამდასთან. ამ დაიყო C, ამ შემთხვევაში C არის სინათლის გავრცელების სიჩქარე, C გამრავლებული დიდ T-ზე. ნუ აქ თუ ჩავსვათ ლამდას ადგილზე C T-ს, დიდ T-ს, C-ები შეიკოცება და დაგვრჩება 2-ი გაყოფილი დიდ T-ზე, რაც არის ომეგა და ეს ომეგა მრავლდება. ამ ფოტონს ამ სინათლეს გამოსხივებულს გააჩნია იმპულსი, რომელიც ენერგიას უკავშირდება. ფოტონს მასა არ გააჩნია. ასეთია ჩვენი წარმოდგენა ატომზე. ატომს შეუძლია ეს არის მნიშვნელოვანი მახასიათებელი, სხვადასხვა ნივთიერებას აქვს თავისი მახასიათებელი გამოსხივების სპექტრი, რაც გვაძლევს საშუალებას მოვახდინოთ იდენტიფიკაცია ნივთიერებების. არსებობს ხელსაწყო, რომელიც სწავლობს სპექტრს, და მაგალითად ძვირფასი ლითონების შემთხვევაში, თუ გვაინტერესებს რაოდენობით არის სხვადასხვა მინარევი, შეგვიძლია ზუსტად განსაზღვროთ ამ გზით. სინათლის კვანტურობის შესახებ ასეთი უცნაური
თვისების შესახებ წარმოდგენა გააჩნდა უფრო ადრე, ვიდრე ატომის ის რომ ატომს ჰქონდა ხაზოვანი სპექტრი, ეს ხილულ არეში უკვე 1880-იან წლებში იყო ცნობილი. მაგრამ წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული ასეთ სურათთან, ატომის ასეთ სურათთან, ცხადე გვიანდელია. ამ ექსპერიმენტის ფარგლებში, ფოტოელექტრული ეფექტის ფარგლებში დაიმზირებოდა შემდეგ უცნაური მოვლენა. ეს ექსპერიმენტი არის შემდეგნაირად ორგანიზებული, გვაქვს ვაკუუმური მილი, აქ არის ორი ელექტროდი, ერთ-ერთი მეტალის ზედაპირს ვასხივებთ რა სინათლით რაღაც სიხშირის ზემოთ, ასე მონოქრომატული განსაზღვრული სიხშირის სინათლით ვასხივებთ, რაღაც სიხშირის ზემოთ იწყებოდა ამოყრა ელექტრონების გამოდევნა მეტალიდან. უცნაური ფაქტი, ეს არის 1900-იანი წლების დასაწყისი, უცნაური ფაქტი მდგომარეობდა იმაში, რომ სიხშირის გაზრდით ამოგდებული ელექტრონების ენერგია იცვლებოდა. თუ სიხშირეს არ შევცვლიდნენ და დასხივებული ენერგიის სინათლის ინტენსივობას გაზრდიდნენ, რაოდენობა იცვლებოდა ამოგდებული ელექტრონების, მაგრამ ეს გავლენას არ ახდენდა ამოყორცნილი ელექტრონის ენერგიაზე. მოკლედ ამის ეს ექსპერიმენტი საკმაოდ კარგი გაზომვების საშუალებას იძლეოდა, აქ შესაძლებელია საპირისპირო პოტენციალის მოხდება, ისე რომ ეს დენი, რომელიც ჩნდება ამოყორცნილი ელექტრონების აქვთ რა გარკვეული ენერგია, შედეგად შეგიძლიათ ჩაახშოთ, ხო, საპირისპირო პოტენციალი მოხდება და გაზომვები შესაძლებელია იმის რა ენერგიის ელექტრონების ამოყორცნა ხდება ამ ზედაპირიდან. ფაქტი იყო ძალიან არაჩვეულებრივი. ამის ახსნა აინშტაინმა სინათლის შესახებ შემდეგი წარმოდგენის ფარგლებში გააკეთა, დაუშვა, რომ შთანთქმა სინათლის ხდება პორციებად, კერძოდ მოცემული სიხშირის სინათლეს, გააჩნია ასეთი ხაშხაზიანი გამრავლებული ომეგა პორციამ, ელექტრონი შთანთქავს აი ამ პორციანს, თუ ის ნაკლებია, ვიდრე გამოსვლის საჭირო მუშაობა ელექტრონის ამოგდებისთვის, ცხადია, რომ ის ვერ ამოხდება, გვაქვს რაღაც ზღვრული სიხშირე, რომელიც საჭიროა ელექტრონების ამოგდებისთვის. შესაბამისად, აი ეს სხვაობა, რაც ქვემოთ არის მითითებული, განსაზღვრავს გამოსული ამოყორცნილი ელექტრონის ენერგიას, ის დამოკიდებულია სიხშირეზე. სიხშირის ცვლილებით, თუ ომეგას გავზრდით, კინეტიკური ენერგია ამოყორცნილი ელექტრონის შეიძლება გავზარდოთ. სინათლე თუ წარმოადგენს, გაჩნდა წარმოდგენა სინათლის, ანუ ელექტრომაგნიტური ველის რაღაც თვალსაზრისით ნაწილაკობრივი ქცევის შესახებ. რომ ეს შეიძლება მას კონდეს ასეთი უცნაური ნაწილაკობრივი ყოფა-ქცევა. თუ გამიხილავთ ფოტონს როგორც ნაწილაკს, მაშინ შესაძლებელია სინათლის გაბნევა ელექტრონზე. ასეთი მარტივი მსჯელობის ფარგლებში შევაფასოთ, გვექნება ამ ორი ნაწილაკისთვის ენერგიის შენახვის კანონი და იმპულსის შენახვის კანონი. ეს ელექტრონი გაჩერებულია, ამიტომ მისი საწყისი ენერგია არის mc². ეს ფოტონის ენერგია შეესაბამება, სანამ მოხდებოდა გაბნევა, გაბნევის შემდეგ შეიცვალა სიხშირე ფოტონმა, ელექტრონმა შეიძინა იმპულსი, ფოტონმაც შეიცვალა რა სიხშირე თავისი p. p-ს p-სთან კავშირი ახსენეთ ჩვენ, ასეთია ფოტონისთვის ენერგიასა და იმპულსს შორის კავშირი. შეგვიძლია მოკლედ შევაფასოთ, გვაქვს რა ეს განტოლებები.
ეს პროცესი შევაფასოთ გაბნევა. ნიშნულოვანი, აქ ნიშნულოვანია ის დაშვება, რომ სინათლეს განვიხილავთ როგორც ნაწილაკს. შედეგი, რომელსაც ვშევებულობთ, არის შემდეგი, რომ ფი კუთხეზე, ეს არის ფი კუთხე, გაბნეული სინათლის ტალღის სიგრძის წანაცვლება ხდება სიდიდით, რომელიც არ არის დამოკიდებული ტალღის სიგრძეზე. ეს არის წანაცვლება, მარჯვენა მხარე არ შეიცავს დამოკიდებულებას ლამდაზე. კომპტონის მიერ იყო ეს ოღონდ გვიან ხდება შედარებით ეს როგორც გითხარით ექსპერიმენტი ფოტოელექტრული ეფექტი არის 1902 წელს უკვე გაჩნდა დაკვირვება იმის შესახებ რომ ასეთი უცნაური ქცევა აქვს ამოქმედებულ ელექტრონის ენერგიას ეს სადღაც 20 წლის შემდეგ ჩატარებული ექსპერიმენტია გვიანდელია მაგრამ კარგად ასახავს იმ ფაქტს, რომ სინათლეს მართლა შეგვიძლია შევხედოთ როგორც ნაწილაკს. ანუ დაიმზირება ეს კარგად არის კომპტონის ეფექტის სახელით ცნობილი. რაც შეეხება ატომის კვანტურ სურათს, ამის გასაგებად მნიშვნელოვანია მდგარ ტალღებზე წარმოდგენა. თუ ან დამწყვდეული ტალღა, თუ ტალღა დამწყვდებულია სივრცის რაღაც არეში, მისი ტალღის სიგრძე იკვანტება. დაკვანტვა ნიშნავს დისკრეტულობას. კონკრეტულად აი ამ გახილვის აქაც წერია. აქაც წერია ამ გახილვის ფარგლებში. დავინახავთ რას ნიშნავს ეს. ეს ისევ სიმია, რომელზეც გვქონდა ჩვენ საუბარი, სიმის ამონახსნი. დაბმული ბოლოებით 0 წერტილი არის ერთი ბოლო და d მეორე ამ სიმის. სინუსი, ანუ x-ის ადგილზე 0-ს თუ ჩავსვამთ, სინუსი განულდება. ანუ ამ სასაზღვრო პირობას, რომ 0-ში იყოს დაბმული, ის ავტომატურად აკმაყოფილებს. რაც შეეხება მეორე ბოლოზე სიმის დაბმას უნდა მოვითხოვოთ აი ეს მოწითალო ფერით გამოსახული ტოლობა. ეს პირობა უნდა მოვითხოვოთ. სინუსი ნულდება p-ს ჯერად არგუმენტზე, j არის მთელი რიცხვი 1, 2, 3 და ასე შემდეგ. თუ არგუმენტი სინუსის d წერტილში არის p-ს ჯერადი, მაშინ განულდება. ანუ დაბმა გულისხმობს, რომ გვექნება აი ეს ტოლობა, რაც ნიშნავს ლამდას დაკვანტვას. ანუ ლამდა გახდა დისკრეტული. ლამდას არ შეიძლება დაბმულ ტალღას, მდგარ ტალღას, ასე ვთქვათ, რაღაც არეში დამწყვდეულ ტალღას არ შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი მნიშვნელობის ტალღის სიგრძე. გახდა აი როგორც ხედავთ ჯერადი. ესე იგი d არის ლამდა j-ს ნამრავლი. ეს კარგი სამკვლევია იმისთვის, რომ გავიგოთ ატომის ენერგეტიკული სპექტრის დისკრეტულობა, მას შემდეგ რაც გვექნება de Broglie's თანაფარდობა de Broglie-მა. განსაზღვრა ფოტონზე არსებული წარმოდგენა, ფოტონი თუ გარკვეულ ნაწილაკურ მახასიათებლებს შეიცავს, საპირისპირო გამოთქვა მოსაზრება de Broglie-მა, რომ ელექტრონი თავის მხრივ შესაძლოა გარკვეულ ტალღურ ქცევას გულისხმობდეს და ესე იგი შეუსაბამა p იმპულსის მქონე ელექტრონს შეუსაბამა ტალღის სიგრძე თქვა, რომ შეუძლია განვიხილოთ როგორც ტალღა. ფოტონებზე წარმოდგენის მიხედვით განსაზღვრა აფასებდა ენერგიას, რელატივისტურ გამოსახულებას წერდა ენერგიის და უკავშირდება სიხშირეს. ანუ ეს არის ტალღა მოცემული ლამდათი და ომეგათი, ასე შეიძლება შევხედოთ ელექტრონსაც O. ასე თუ სინათლეს გააჩნია ნაწილაკობრივი ქცევა, შეიძლება იმ ნაწილაკებს ელექტრონს კერძოდ თავის მხრივ კონქონდა რაღაცა დიდი სიმეტრია
მოიაზრა დე-ბროილმა. თუ გამოვიყენებთ დე-ბროილის ტალღას, ანუ ელექტრონს შევხედავთ როგორც ატომში დამწვდეულ დე-ბროილის ტალღას, მაშინ წინა მსჯელობის, აი ამ სიმის მაგალითზე მიღებული დასკვნის გამოყენებით, ტავლის სიგრძესთან დაკავშირებით, დავასკვნით, რომ ლამბდა, ეს R აღნიშნავს რადიუსს ატომის, ლამბდა შეიძლება ჰქონდეს ატომში ასეთი მნიშვნელობები, J არის მთელი, გარბის მნიშვნელობის 1, 2, 3 მთელი რიცხვია, რაც შემდეგ, ლამბდას და იმპულსს შორის ასეთია თანაფარდობა. ეს გულისხმობს, რომ P-ს გაუჩნდება ატომში, P არის ელექტრონის იმპულსი. დისკრეტული მნიშვნელობები. P იქნება ჯერადი J-ს. ამ გზით კინეტიკურ ენერგია შეგვიძლია შევაფასოთ ელექტრონის. მივიღებთ, რომ ეს კინეტიკური ენერგია არის პროპორციული J კვადრატი H-ზე კვადრატი გაყოფილი ატომის რადიუსის კვადრატზე და ელექტრონის მასაზე. სრული ენერგია აქ კაპა აღარ წერია კულომის კანონში კოეფიციენტი, ეს კაპა შეიძლება შევიტანოთ ივაბად მუხტებს და უბრალოდ მუხტის ერთეული შევცვალოთ. სრული ენერგია ეს არის ბირთვთან ურთიერთქმედების ელექტრომაგნიტური ენერგია. პირველი წევრი არის, ამას მინუსი ნიშანი აქვს. პირველი წევრი არის კინეტიკური ენერგია, ეს არის სრული ენერგია და აი ამ ენერგიის მრუდი გამოსახულია ნახატზე. მას გააჩნია სადღაც მინიმუმი. ანუ სტაბილური მდგომარეობა, მდგრადი მდგომარეობა შეგვიძლია შევაფასოთ ამ მინიმუმის მიხედვით. ენერგიის მინიმუმის პირობა, ну მინიმუმი უცებნა ერთ-ერთსა ჩვენ წარმოებული ვახსენეთ წინა ლექციის პარაგრაფში, შეიძლება ასეთნაირად. შევაფასოთ R-ის მიხედვით ეს გავაწარმოოთ, გავუტოლოთ 0-ს და ამოვხსნათ ის განტოლება, გვექნება ასეთი ამონახსნი. ამ ამონახსნის გამოყენებით ამას თუ ჩავსვამთ ენერგიის აი ამ გამოსახულებაში, რაც გვაქვს, მივიღებთ ასეთ მნიშვნელობებს, რომელიც სავსებით კარგად მუშაობს. ესე დე-ბროილის წარმოდგენა ელექტრონს თუ წარმოვიდგენთ როგორც ატომში დამწვდეულ ტალღას, სავსებით კარგად გვიხსნის რატომ შეიძლება გქონდეს დისკრეტული ენერგიის დონეები ელექტრონისთვის ატომში. თავის მხრივ კვანტებზე წარმოდგენას თუ მივიღებთ როგორც სანდოს, სარწმუნოს, გაჩნდება ასეთი ბუნებრივი აუცილებლობა, რომ ამ კვანტების აღსაწერად აუცილებლად გვჭირდება ფორმალიზმი, რომელიც ალბათობრივ წარმოდგენებს ეფუძნება. ასეთია სწორედ კვანტური ფიზიკა. ამის საილუსტრაციოდ არის მოყვანილი ფოტონის გაბნება ორი გარემოს გამყოფ ზედაპირზე, ხო, ჩვენ თუ გვაქვს სინათლის ნაკადი, ნაწილი აირეკლება, ნაწილი გარდატყდება. თუ გვაქვს ერთი ფოტონი, ცხადია, მას შეუძლია ან არეკლა, ან გარდატეხვა და ეს მოხდება რაღაც ალბათობით. დე-ბროილის თანაფარდობა მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ის გვეუბნება თუ გვინდა აი ამ თანაფარდობას გულისხმობ, გნებავთ აი ამ თანაფარდობას. თუ გვინდა მცირე მასშტაბების დამზერა, დაგვჭირდება მაღალი იმპულსის მქონე ნაწილაკები. მაღალი იმპულსის მქონე ნაწილაკები, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევაშფოთოთ, თუ გვინდა ვთქვათ, რაღაც სტრუქტურა დავინახოთ, რომელსაც დაკვირვება ჩვენი ასეთია. ახლა ის ფაქტი, რომ ერთმანეთს ხედავთ, ურთიერთქმედებას უკავშირდება სინათლის, ხო?
ჩვენთან და იმ სხეულებთან, რასაც ვხედავთ, ხდება გაბნევა სინათლის, რაც იწვევს შეშფოთებას. მაკროსკოპული სხეულებისთვის ჩვენ ამას ამ შეშფოთებას ვერ აღვიქვამთ. მიკროსამყაროში მას მნიშვნელოვანი როლი აქვს ის განაპირობებს განუსწრალობის თანაფარდობას, ჰაიზენბერგის განუსწრალობის თანაფარდობას. თუ გვინდა მცირე ზომის ობიექტი დავინახოთ, უნდა სინათლის მოიხსენებათ აქვს თვისება, თუ ძალიან გრძელ ტალღოვან სინათლეს გამოვიყენეთ, დაბრკოლების შემოვლის დიფრაქციის თვისება გააჩნია. ჩვენ ვერ დავინახავთ ძალიან გრძელ ტალღის სიგრძით მცირე ობიექტებს. ტალღა შეუძლია შემოვაროს და განაგრძოს გზა, ხო, აქვს ეს თვისება. ჭირდება მოკლე ტალღოვანი, რაც ნიშნავს, რომ ძალიან დიდი იმპულსის ნაწილაკებით უნდა მოვახდინოთ ბომბარდირება შესასწავლი ობიექტის შესაბამისად. გვაქვს აქ ჩვენ რასაც ვხედავთ, ნახეთ, ლამდას ნამრავლი პ-ზე არის მუდმივი სიდიდე. ხო, ესე იგი, თუ მცირე მასშტაბებზე ვახდენთ დაკვირვებას, იმ ობიექტისა, რის დაკვირვებასაც ვახდენთ, მისი იმპულსი ვაშფოთებთ მნიშვნელოვნად. ანუ მისი იმპულსი ხდება ძალიან მისი იმპულსის შესახებ კარგავთ ინფორმაციას. ანუ მდებარეობა ვიცით, ვთქვათ, რაღაც ლამდა შუალედშია, ლამდა მიდამოში წერტილის, მაგრამ იმპულსის შესახებ დავკარგებთ, არსებობს რაღაც ოპტიმალური. ეს არის მაგალითი, ვთქვათ, კვანტური ფლუქტუაციების, ეს გამოსახულებაც, რომ ენერგიის სრული, ან კინეტიკურ ენერგიას, ნახეთ, გაუჩნევთ, თქვით, დამოკიდებულება ერთზე. ერის შემცირებასთან ერთად კინეტიკური ენერგია იზრდება. როდესაც მიუთითებს, რომ კლასიკურ ატომში, როგორც თქვით, სინათლის გამოსხივება, ანუ კლასიკური ატომისთვის გაცილებით ბუნებრივია, გამოსხივება აუცილებლად უნდა გქონდეს, ხო და არაფერი არ ზღუდავს ელექტრონს შეამციროს თავისი ენერგია და დაეცეს ბირთვს. დე ბროილის თანაფარდობა გარკვეული აზრით ასტაბილურებს ატომს, გვეუბნება, რომ რაღაც მანძილებზე ახლოს მისვლა ელექტრონისთვის ბირთვთან არის ენერგეტიკულად წამგებიანი ენერგია იწყებს დას და მას ურჩევია შეინარჩუნოს რაღაც ოპტიმალური მანძილი, სადაც მისი ენერგია არის მინიმალური. ეთილი მადლობა თქვენ შეკითხვებით უგავს. სულ თავიდან ეს და აუცილებლად ჩახდება პირობა. არა, აუცილებლად არ ჩახდება. ნახეთ, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა გამოსხივების სპექტრი. ამ დონიდან ეს შეესაბამება მეხუთე ენერგეტიკულ დონეს, შესაძლებელია გადახდეს მესამე დონეზე, მაგალითად, მაშინ გამოსხივდება, ეს შეესაბამება გადახტომას მეხუთე. კი, ტალღის გამოსხივდება, წერი 1282 დაახლოებით ნანომეტრის სიგრძის სინათლე, ხო, ტალღა. როდესაც მეხუთედან გადახტა მეოთხე, ეს ძალიან გრძელი ტალღებია, უკვე ჩვენი თვალისთვის არ არის ახმადი. ამ დონიდან მას შეუძლია მეორეზეც გადახტეს, მაშინ გამოსხივდება, ნახეთ, რამდენად არის შემცირებული ტალღის სიგრძე 434 ნანომეტრი. ეს თვალით ხილვადია. ეს მეხუთე, ეს დონეა და მას შეუძლია პირველ დონეზე გადახტეს და ძალიან მოკლე ტალღოვანი, ანუ ენერგია გასაგებია რომ იზრდება, რაც უფრო მაღალი ენერგია, გასაგებია რომ აქ მაღალია ენერგიების სხვაობა და ფოტონს ექნება დიდი ენერგია, მის ტალღის სიგრძეა მცირე, რაც უფრო დიდია, ანუ ეს ენერგიის შო. დიახ. აი, ლაიმანის სპექტრი ეხება იმას, რომ ზედად
დიახ. აი ამ პროცესის შედეგად გამოსხივებული სპექტრი არის ლაიმანი, ბალმერს ვეძახით ამას, პაშას და კიდევ ბალმერი აი ვიზუალურად ჩვენ რასაც ვხედავთ, არის აი ამ შუალედში, ტალღის სიგრძის აი ამ შუალედში. ნანომეტრი 380-დან 780-მდე როგორც აქ არის მითითებული. ბალმერს დავინახავთ და ადრე იყო ეს ბალმერის სპექტრი ბევრად ადრე იყო აღმოჩენილი, ვიდრე ლაიმანის და მადლობა თქვენ, დიდი მადლობა.